არსებობით იქ შესაბამისი ადამიანების სპეციალისტების ალბათ სპეციალისტების მიერ ალბათ არ ხდება თბილისის ზღვის სათანადოდ დაცვა წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ყოველ წელს გვაქვს სახეზე რამდენიმე შემთხვევა ყოველ შემთხვევისთვის ხდება აღარ შემიძლია სიმართლე გითხრათ სულ რაზე ვლაპარაკობთ ბოლო დროს ისე რა ვლაპარაკობთ სულ მოზარდები როგორ მოკლეს მოზარდები როგორ დაიხჩნენ მოზარდები ხა ერთი სვანეთში ერთი ბიჭი გაუჩინარებული ერთი ანგელოზივით გოგო თეთრი წყაროშია გაუჩი რა ქვეყანად გადავიქეცით რა უბედურება ეს მე რა მახსოვს ისი თბილისის ზღვასთან დაკავშირებით და ალეკო წკიტიშვილი არაჩვეულებრივი ადამიანია უფლება დამცველი ალეკო წკიტიშვილის მოზარდი ბიჭი დაიხჩო სადაც აი ეს წყალი ერთვის იმას რა ქვია ჩანჩქერივით არის. თვეები და ლამის წელზე მეტი დაჭირდა. ბრძოლა ალეკოს იქროს გამაფრთხილებელი ნიშნები გაეკეთებინა და ღობე გაეკეთებინა. იმის მაგივრად რომ დაფაცურებული იყო მერია, GVP, მთელი სახელმწიფო და იქით ეთქვათ რომ 14 წლის ბავშვი დაგძალა კაცო მიწაში ჩადო. და ბრძოლა ჭირდებოდა თვეების განმავლობაში და მთელი სასამართლოები და ინსტანციების აწიოკებები. არ მინდა ხა რაღაცა დეტალი შემეშალოს სასამართლოც იყო როგორც მახსოვს. იმის რომ გამაფრთხილებელი ნიშანი ვიღაცა თავგასიებულებს იქ ჩამოეკიდათ. შეიძლება ყოველდღე ასეთ ქრონიკაზე ვლაპარაკობდეთ? ან მაშველები სად არიან? ან რა ხდება საერთოდ? მართლა შემოღობონ ბოლო-ბოლო თუ ესეც საშიშია, ან ის საშიში არეალები მაინც შემოღობონ. ზოგადად აკრძალონ იქ ადამიანების მისვლა და აღკვეთონ მათი მხრიდან ბანაობა. და კონკრეტული ადგილები გამოიყოს პლაჟისთვის და იყოს დაცული ის ტერიტორია, დანარჩენი ტერიტორია იყოს შემოღობილი, მაგრამ ის GVP-სია ეს თბილისის სხვა და GVP-ს მარტო ჩვენი ჯიბების ამოტრიალება ადარდება და მეტი არაფერი. ძარცველი მორიგი კომპანია, რომელიც ზის და აფს არაკეთებს გარდა იმისა, რომ ჩვენ ხარზე ფული აკეთებს. ჩვენ თემას გადაცემის სრულობისას კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით, ალეკო, რომ შევაჯამოთ ჩვენ დღევანდელი საუბარი, თქვენ აქცენტი ნეგატიური კონტექსტით გააკეთეთ ხელისუფლების მიერ წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებზე რეგიონებში. რაც შეეხება თბილისს, ამ შემთხვევაში თბილისში ხო თანავარსკვლავედი იყო წარმოდგენილი. ერთი გამაგებინა კობიაშვილი, ლევან კობიაშვილი, ერთ მაჟორიტარი ხო არის უკვე გლდანის. აი როგორ შეაფასებთ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ან აყვავებული გლდანი მანახეთ კობიაშვილის, ან აყვავებული ფეხბურთი, იმის რა ქვია, კობი. რა ნამუსი დგება კიდე ეს ახალგაზრდა? ანუ ფიქრობთ, რომ ნიკამელია უფრო ძლიერი კონკურენტია ამ შემთხვევაში? რა მნიშვნელობა ნიკამელია ქართული ოცნების კანდიდატებზე ვამბობ? ბექა ოდიშარია, ფეხზე იდგა იმებში, რა ქვია, სააკაშვილის ადგილზე, სკამზე და მაგიდაზე ასულისვავდა ხოლმე ყანწით. და ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა დოლგარმონით და თელიმ და შეიცვალა სახე და დღეს გახდა და 2012 წელს ჩვენ რომ მოვედით და თავისუფლება ვინ გვაჩუქა თავისუფლება ბექა ოდიშარია თუ იმ დანარჩენმა ნაციონალებმა გვაჩუქეს თავისუფლება არასხვენიათ მაგრამ ეს ხალხი არის გასაშვები ეს ხალხი არის ამ ქვეყნის დამაჭაობებელი და ჩვენ ეს ხალხი უნდა გვერდზე გავწვი უნდა დავიჯეროთ რომ ჩვენ ეს შეგვიძლია ჩვენ მართლა ხალხს აქ ძალა კი არა გზვირთი აქვს რომელიც ასაგორებელია და ეს ხალხი არის გასაშვები ვერაფერი ვერ ქნის კიდე გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი და 2012 წელზე ლაპარაკობდა. სირცხვილი არ არის, კაცო 2020 წელია. ხალხი კერძო კომპანიები უშვებს რაკეტას იმაში, რა ქვია, კოსმოსში. და ესენი 2012 წელს